რაც შეეხება არაღიარების თემას, ხო, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე და ამ კუთხით მე მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი ამ არალეგიტიმურ რეპრესიულ კანონს, რომელსაც კანონსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ფარატინა ქაღალდია სინამდვილეში ეს, იმიტომ რომ არანაირი ძალა, ყოველ შემთხვევაში ის ძალა, რაც მას უნდა ჰქონდეს და რისთვისაც მას იღებს კობახიძე და ივანიშვილის ტანდემი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ეს სწორედ კობახიძის ინიციატივა და იდეა იყო, ასე ვფიქრობ. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილი კატასტროფულად არის გაღიზიანებული იმით, რომ რეალურად ბოლომდე ვერ ჩაახშო, ვერ ამოძირკვა პროტესტი და ვერ დააშინა ადამიანები. რა თავისუფალი ხმის ჩახსრობაზე არის საუბარი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აპროტესტოს რაც უნდა, რამდენი ხანიც უნდა. კანონის ფარგლებიდან ნუ გავა, ხო? რომ საუბრობენ რომ ქუჩას არ გვაკეტებენ, საკმარისი რაოდენობა, როდესაც გამოდის, კეტავენ ქუჩას აბსოლუტურად უბრალოდ. ტროტუარზე დადექი და გააპროტესტე, მაგრამ ხელოვნურად ნუქნი ბარიერს, რომ გამვლელმა ვერ გაიაროს. ხო, კარგად ხვდებიან, რაზეც არის საუბარი, იმიტომ რომ თვითონ დგანან ისე, რომ ხელოვნურად ბარიერი შექმნა. ჰარვარდის დოქტორანტურის დამთავრება არ ჭირდება ნებისმიერ ადამიანისთვის იმის გააზრებას, რომ არ არსებობს სამყაროში იმაზე უფრო სერიოზული მტკიცებულება მათი არაღიარების და არალეგიტიმურობის, ვიდრე ის, რომ საკუთარ მოქალაქეებს კანონის ძალით ავალდებულებენ, რომ ისინი აღიარონ. ადამიანებს ეუბნებიან, რომლებიც მათი ძალაუფლების წყარო არიან კონსტიტუციით, იმათ ეუბნებიან, რომ თუ არ გვაღიარებთ, ციხეში ჩაგვსამთო. მეტი რა უნდა მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, როგორ შეიძლება მაგაზე უფრო სერიოზული და წონიანი მტკიცებულება დავდო, რომ მათ არაღიარებს უმრავლესობა არც ქვეყნის არც ქვეყნის გარეთ და რომ ისინი არალეგიტიმურები არიან. მაგრამ როდესაც შენს უკან რესურსი არის და შენ არ აღიარებ არც პოლიციას, არც სახელმწიფოს, არც პარლამენტს, არც მთავრობას და სხვებსაც მოუწოდებ, რომ არ აღიარონ. რატომ აკეთებ ამას, ხომ? ეს ხო პროტესტი არ არის. ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს, მაგრამ ამის დაკანონება არის წარმოუდგენელი რამ, ახლა ავტორიტარულ სახელმწიფოებში შეიძლება მხოლოდ მოხდეს, დემოკრატიულ სახელმწიფოებში ეს არის უბრალოდ კონსტიტუციური წესრიგის შემადგენელი ნაწილი, კონსტიტუციური უფლება, რომელიც აქვს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს და ადამიანებს, ხო, ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური ძირითადი უფლება. გავიხსენოთ პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც კითხვის ნიშნებს სვამდა არჩევნების სამართლიანობასა და გაყალბებაზე. როდესაც ჩვენ ამას ვამბობთ, დიახაც ვართ კონსტიტუციის ერთგული. ჩვენ ვთქვით, რომ რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება. ასეთი ტიპის რადიკალიზმი, ხო, და ექსტრემიზმი შემდეგ გადადის უკვე ფაშიზმში. და ჩვენ ამისი ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ. კი, ამ აქტორებს უნდათ რომ რადიკალიზმი იყოს, ექსტრემიზმი იყოს, ფაშიზმი იყოს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ.